ყველას გამარჯობა ჩემოკარგებო, როგორ ახართ, მოგესალმებით გულით ყველას და ძალიან მიხარია რომ ისევ თქვენთან ვარ. მოკლედ დიდი ხანია უკვე რომ ყოველთვის ძალიან გვიან ღამით მიხდება ხოლმე ვიდეოების ჩაწერა თქვენთვის და საკმაოდ შეცდომებსაც ვუშვებ. ალბათ მოხვდათ კიდეც თვალში ჩემი შეცდომები, მაგრამ არაუშავ შეცდომები ადამიანურია ვფიქრობ და დღეს გამონაკლისის სახით დღის შუქზე მიხდება ვიდეოს ჩაწერა, რაც ძალიან მიხარია. ეხლა ანდრეასმა წაიყვანა ანაბელის ასეინოთ და მე საშუალება მომცა რომ ეს ვიდეო თქვენთვის ჩამეწერა, რაც ძალიან მახარებს. მოკლედ, მინდა რომ გაჩვენოთ თუ რა იყო ანაბელის საჩუქრები, როცა ის დაიბადა, დაბადებიდან დღემდე მოყოლებული. რომელი საჩუქრებიც რა თქმა უნდა, ანჯერ არ მოგვიხმარია, ან დღემდე შემოგვრჩა. ბევრი ტანსაცმელი უკვე ჩაიცვა და უპატარავდა, ისინი გადავახარისხეთ, მაგრამ ჯერაც კიდევ შემოგვრჩა. ახლობლების, მეგობრების, ნათესავების, ნაჩუქარი რაღაცეები გულით მინდა რომ გაჩვენოთ. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში გაჩვენებთ იმ საჩუქარს, რასაც საავადმყოფო უკეთებს ახალ დაბადებულ ბავშვებს და ახალ გამომცხვარ დედებს. მოკლედ, ახალდაბადებულ ბავშვს ჩუქნიან აი ასეთ სასაჩუქრე ყუთს. ეს არის ჰიპისგან, აი აქ ხედავთ, ჰიპის ფირმისგან და მოკლედ ვნახოთ ახლა შიქრადევს. ამ ყუთში დევს აი ასეთი მატყლის მოქსოვილი ქუდი, ძალიან საყვარელი. ჩვენ სამწუხაროდ ეს ქუდი არ გამოგვიყენებია, მაგრამ ძალიან საყვარელია. შემდეგ დევს აი ასეთი პატარა შეფუთვის ერთჯერადი ქაღალდები, სადაც ასევე ჰიპისგან, სადაც 99% აი ეს სველი ქაღალდი შედგება წყლისგან, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ სველ ქაღალდებს ვერ ვხმარობთ, როგორც გითხარით და ალერგიულია ანაბელი ასეთი სველი ქაღალდების მიმართ და ვერ გამოვიყენეთ და აი ასეთი ჰიპის ფირმის 5 ცალი საფენი. რა თქმა უნდა, ახალ დაბადებულისთვის 2-დან 5 კილოგრამამდე აწერია. აი სულ ეს სამი რაღაცა იყო ამ ყუთში. ჩავდებ ისევ და სამახსოვროდ შევინახავ და როცა დიდი გოგო გაიზრდება ვაჩვენებ. ასევე ჩუქნიან დედებს აი ასეთი სხვადასხვა ინფო ბროშურებს ჰიპისგან და აი ამ ბროშურებში ძალიან მრავლად მოიპოვება ინფორმაცია ლაქტაციის შესახებ, რომ ახალ გამომცხვარ დედას გაუადვილდეს ლაქტაციის პერიოდი. ინფორმაცია აცრებზე და ასე შემდეგ. ასევე მაჩუქეს აი ასეთი სამახსოვრო წიგნი, რომელიც შეუძლია დედას შეავსოს და თავისი ემოციები, მაშინდელი ემოციები, როდესაც პატარა იბადება, ყველაფერი აი ამ წიგნში ჩაწეროს და შეავსოს. წიგნი ძალიან ლამაზია. მე სამწუხაროდ არ გამომიყენებია, როგორც ხედავთ, ცარიელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება მოგვიანებითაც შევავსო. ნახოთ. რაც ყველაზე მეტად გამიხარდა საავადმყოფოში, რაც ანაბელს აჩუქეს, იყო აი ეს საძილე ტომარა. ნახეთ რა საყვარელია. და იმ საავადმყოფოს სახელი აწერია, სადაც ის მოევლინა ქვეყანას და 3 თვემდე ეცვა. მე საძილე ტომრები მქონდა მისთვის ნაყიდი, მაგრამ აი ეს საავადმყოფოში ეს ეცვა. შემდეგ სახლშიც ეცვა ხოლმე. გავრეცხე რა თქმა უნდა და ძალიან თბილია და ბამბაზე დამზადებული. საძილე ტომარას რა თქმა უნდა შევინახავ და სამახსოვროდ ექნება, როცა გაიზრდება, რომ სწორედ ამ საძილე ტომარაში იწვა ანაბელი. ძალიან გამეხარდა, რა თქმა უნდა. მოკლედ ეს იყო საჩუქრები საავადმყოფოდან, სადაც ის დაიბადა და ეხლა გადავალ ჩვენი ახლობლების, კოლეგების თუ საყვარელი ხალხის მიერ ნაჩუქარ საჩუქრებზე. დავიწყოთ ანდრეასის კოლეგებით. აი ეს იყო ჩემოკარგებო, ეს არის, ნახეთ რა ლამაზი შეფუთულია. ეს არის გარედან პეპლებია მოხვეული, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ და აშუქებს, სინათლეს გამოსცემს, ნატურა. აქ არის მოსალოცი ბარათი და აწერია რომ დაკარგია რომ დაიბადეო და ეს არის ყუთი, ნახეთ რამხელა ყუთი აჩუქა მთელმა კოლექტივმა. ყუთი, რომელიც ანდრეას სამსახურში, როდესაც ანაბელი დაიბადა,
თელმა კოლექტივმა აჩუქა, ასე იციან ხოლმე, ფულს შეაგროვებენ და ყიდულობენ ხოლმე თანამშრომლის შულს, რომელსაც ბავშვი დაებადება, ერთიანი ძალებით ყიდულობენ საჩუქარს. Რა თქმა უნდა, ეს ყუთი ჩვენ უკვე გავხსენით, ამ ყუთში იყო კიდე ბევრი შოკოლადები, ფერეროსი, ეხლა ეკრანზე აქ ჩაგისვამთ სურათს და ნახავთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ყუთი და ეხლა რა თქმა უნდა არის გახსნილი ნახევრად. და მე შევეცდები ახლა რომ გაჩვენოთ თუ რა დევს ამ ყუთში. ნახეთ რა ლამაზი, ეს არის ხელით მოქსოვილი თოჯინა. გერმანელები ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ ხელით დამზადებულ სათამაშოებს, რომელიც არ შეიცავს პლასტიკას და ბავშვისთვის არის უსაფრთხო. ყაის ნახით მოქსოვილი თოჯინა, ნახეთ რა საყვარელია. ჩვენ ამ თოჯინას ანასტასია დავარქვით, რატომღაც ბალერინაა. ნახეთ როგორი ბალერინას მოცეკვავის ფეხსაცმელები აცვია, ნახეთ რა საყვარელია და ეს არის ხელით დამზადებული თოჯინა, რომელიც ამ შეფუთვაში იდო. არის ასევე პენატენის ეს დიდი შამპუნი, დასაბანი ბათქა მილე, გვირილის დასაბანი გელი. მე ნაყიდი მქონდა სხვადასხვაგვარი რაღაცები, ამიტომაც აქამდე ეს მე ჯერ არ გამომიყენებია. არის ასევე ჩვილის ნერწყვის მოსახოცი ესეთი ნაჭრები, რომელიც მე ადრე ვიდეოში გაჩვენეთ ძალიან ბევრი შევიძინე. არის ასევე პენატენის პუდრი, დევს ასევე ეს ყუთი. ნახეთ რა საყვარელი ბოდეა და აწერია Domstadt Kind. კოლნის დომი მოგეხსენებათ. კოლნში აქაურები ძალიან აფასებენ რაღაცებს, მოკლედ სადაც კოლნის ლოგოებია გამოსახული. ამასაც ნახეთ Domstadt Kind აწერია. ანუ კოლნის ლოგოებით არის. ეს არის წინსაფარი და ეს არის ბოდე, რომელიც ასევე არ გვწმია. ნუ რას ვიზამთ? ყველაფრის ჩაცმა ვერც მოასწრო ანაბელმა. ეს არის ასევე ნაჭრისგან დამზადებული ბავშვის სათამაშო. ანაბელი ასეთი რაღაცეებით, სიამოვნებით თამაშობს, პირში იდებს ხოლმე და ხრძილების პრობლემა რო აქვს. ეს სპეციალურად არის ხრძილებისთვის განკუთვნილი. ესეთი რბილი სათამაშოები, რომ ბავშვმა პირში ჩაიდოს და სახიფათო არ იყოს ბავშვისთვის, როცა ითამაშებს, ან პირში ჩაიდებს. დევს ასევე ესეთი ბალიში, არც ეს არ გამოგვიყენებია, ნახეთ რა საყვარელია. ეს როგორც ვიცი, ბავშვს თქვათ, თუ კი მუცელი ეტკინება, შეგვიძლია ეს ბალიში გავათფოთ მიკროტალღურ ღუმელში, ან ჩვეულებრივად გაზის ღუმელში, ცოტა შევათფოთ და უნდა გაუყუჩოს ტკივილი. ნახეთ რა საყვარელი ბალიშია, მაგრამ არც ეს არ მოგვეხმარია ჯერჯერობით. ეს ისევ სანერწყვე ნაჭერი, ბავშვს რო ნერწყვი მოუწმინდოთ, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს. ასევე წინდები, ნახეთ ბავშვის, ეს აღარც მოერგება უკვე, ეს არც მინახავს. არა უშავს. ძალიან საყვარელი ტოპომინის წინდები, 2 ცალის საფენი, დემში ნაყიდი. ეს არის ძროხა, როგორც ხედავთ, არის ხის სათამაშო და არის პაზელივით და უნდა ააწყოს. ამას ალბათ 1 წლიდან ითამაშებს და ეხლა ნახეთ რა საყვარელია. სველი ქაღალდების შეფუთვა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ. შეიძლება ვინმეს ვაჩუქო, ვინც იყენებს, არ ვიცი. ეს არის შამპუნი და დასაბანი საშუალება კიდევ, სპეციალურად პატარასთვის. ესეთი შოკობონსები იდო შიგნით, სავსე იყო და უკვე მივირთვით რა თქმა უნდა და 2 ცალი კიდე შემორჩენილა. სებამედის ბავშვის ტანის ლოსიონი. ეს კიდე ღვიძლების სათამაშოა, ასევე ხისგან. ეს დასაბანი ლოსიონი პატარა. ერთი მატყუარაც ყოფილა ფილიპსის, ნახეთ რა საყვარელია. მატყუარა ბავშვის. ვუნშულს ხრემე, ანუ ბავშვს რო ტაკოები გაუწითლდება საფენის გამოცვლის დროს,
შემიძლია ეს კრემი გამოვიყენო, ასევე პენატენის და კიდე რა გვაქვს შეგნით შტილ-აინლაგენ ეს როდესაც ლაქტაციის დროს დედას რძე გამოსდის რომ ჩაიფინოს ხალხებში. აი ეს იყო ჩემო კარგებო, რაც აი ამ სასაჩუქრე ყუთში იყო დავაცარიელე. ძალიან ლამაზად იყო შეფუთული, როგორც ხედავთ. აი ამ პეპლების შუქურას მოვაძრობ და მოვიხმარ, ძალიან ლამაზი პეპლებია, ნახეთ. მისალოცი ბარათი, სადაც აწერია რომ როგორც იქნაო აქ ახარო, endlich bist du da. ძალიან საყვარელია. ანდრიასმა რა თქმა უნდა, პირადად ყველას მოუხადა დიდი მადლობა, მაგრამ ამ ვიდეოს მეშვეობით ანდრიასის კოლექტივმა საერთოდ არ იცის მე თუ YouTube-ის არხი მაქვს და მით უმეტეს ქართულს ისინი ვერ გაიგებენ, მაგრამ მე გულითადად მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა მოუხადო მათ აი ამ ლამაზი საჩუქრისათვის. კარგით, ამას მოვჭით. ეხლა გადავდებ ამ ყველაფერს იქეთ და გადავიდით მომდევნო საჩუქარზე. ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩემი რამოდენიმე ახლო კოლეგის საჩუქარი, რომელთაც ასევე გაუკეთეს ანაბელს საჩუქარი. ისე მინდა გითხრათ, რომ გერმანელებს მანდა მაინც ძალიან დიდი საჩუქრების ჩუქება არ ახასიათებთ. ძალიან პატარა ისე უბრალოდ ფორმალურად რომ რაღაც აჩუქონ ბავშვს და ეს საკმარისია ჩვენ რო ქართველებმა ვიცით რომ გავიგიჟებთ თავს და რაღაც ძალიან კარგი გვინდა ვთქვათ ვინმეს ვაჩუქოთ ხო ასე გერმანელებმა მანდა მაინც საჩუქრებზე თავის შეწუხება არ იციან რაღაც ისე ფორმალურად პატარას გაჩუქებენ და ვფიქრობ რომ საკმარისია და არ უნდა გავიგიჟოთ თავი რაღაცაზე ვფიქრობ რომ ნორმალურია ეს ჩემმა რამოდენიმე კოლეგამ, რომელთანაც ახლოს ვარ, აჩუქეს ანაბელს აი ესეთი ბალიში, პერსონალიზირებული ბალიში, სადაც აწერია, როდის დაიბადა ანაბელი, როგორც იცით, 22 აპრილს, რომელ საათზე, 3:27 წუთზე და რამდენი კილოგრამი 3850 გრამი და რამ სიგრძე 56 სანტიმეტრი. ანაბელი რო დაიბადა, რო შეხედავდით, ერთი თვის ბავშვი გეგონებოდათ, იმდენად დიდი ბავშვი დაიბადა. წონა არ ქონდა იმდენად დიდი, რამდენადაც გრძელი ბავშვი დაიბადა, გრძელი იყო. ახალი დაბადებულისთვის საკმაოდ გრძელი ბავშვი იყო. ნახეთ რა ლამაზი ბალიშია და ამ ბალიშსაც რა თქმა უნდა შეუნახავ სამახსოვროდ და ყოველთვის გვექნება. ძალიან საყვარელია ესეთი ბალიშები შეგიძლიათ Amazon-ზე შეუკვეთოთ ამა თუ იმ პატარას ინიციალით და აი ესეთი პერსონალიზირებული გახადოთ თქვენი საჩუქარი. მე ძალიან მიყვარს ასეთი პერსონალური საჩუქრები. ძალიან მომწონს. ანაბელ ფლანც აწერია, ნუ ლივია უნდა ეწეროს ანაბელის მეორე სახელი. აქ ორმაგი სახელები საკმაოდ უკვე დიდი ხანია რო არსებობს და მეც ძალიან მომწონს და აქ უნდა ეწეროს კიდე ანაბელ ლივია ქვია ანაბელს მეორე სახელი და ფლანც, მაგრამ ალბათ აღარ დაეტიათ და მარტო ანაბელ ფლანცი დაწერეს. ძალიან საყვარელია ვფიქრობ. ასევე ჩემმა კოლეგებმა აჩუქეს აი ეს მაკარონი. უღა jetzt bist du da, ესეც არის ასევე Amazon-ზე შეკვეთილი. რა კარგია რომ უკვე აქ ახარო და აქ აწერია ანაბელი. ნახეთ, ანაბელის სახელით. მაკარონი ვადა აქვს 2026 წლის 31 ოქტომბრამდე. ნახეთ და არის პატარ-პატარა ეს ბავშვის ეტლის ფორმის მაკარონი. ნახეთ რა საყვარელია და მე ჩემ რამოდენიმე კოლეგას, რომლებმაც ეს საჩუქარი გამიკეთეს, დავაპირდი რომ, როდესაც პირველად ამ მაკარონს ბავშვს ანაბელს მოუხარშავ და ვაჭმევ, აუცილებლად ფოტოს გაუგზავნი. ესეც ძალიან საყვარელია და კიდევ აი ეს იხვი, რომელიც ასევე არის ხელით დამზადებული და არის ძალიან კარგი ნაჭრისგან, რბილი ნაჭრისგან და აწერია ასევე ანაბელი. აი ეს სამი რაღაცა იყო ჩემი კოლეგებისგან, რომელთანაც ძალიან ახლოს ვარ. და ეს საჩუქარიც რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა მათგან. მოკლედ კოლეგების საჩუქრებს ამჟამად მოვრჩით, როგორც ანდრიასის მხრიდან, ასევე ჩემი მხრიდან და გადავიდეთ ახლა
ახლობლების საჩუქრებზე. აი აქ მაქვს კიდე რამოდენიმე საჩუქარი. ზაფხულში ვიყავით საქართველოში და ჩემმა დამ კიდე რაღაცები აჩუქა სამწუხაროდ მათი ჩაცმა ვერ მოვახერხეთ, რადგან სადღაც სულ 20 დღით ვიყავი და მე იმდენი რაღაცები მქონდა წაღებული, ისინიც კი ვერ ჩავიცვით, რაც მქონდა წაღებული და გაჩვენებთ, ნახეთ, რასაყვარელი ჯინსის შორტებია, ეს ჩემმა დამ აჩუქა და ჩამოუტანა. სასტრაფოს მანქანის ხმა გარეთ. ესეც ჩემი დის ნაჩუქარია, ნახეთ რასაყვარელია. და სამწუხაროდ არ ჩაუცვია და მომდევნო ზაფხულზე ალბათ უკვე პატარა ექნება, მაგრამ რას ვიზამთ. ესეც ჩემი დის ნაჩუქარია, აი ესეთი დათვებიანი ზედები ძალიან უხდება ანაბელს. ეს იყო ჩემი დისგან, როგორც გითხარით. ჩემმა ბიძაშვილმა სოფომ, დედაჩემის ძმისშვილმა აჩუქა ესეთი მიკი მაუზების ორეული. ნახეთ რასაყვარელია, შორტები და ზედა. ვაიკიქშია ნაყიდი, მაგრამ არ გვცმია, როგორც გითხარით, დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ. ძალიან ლამაზია, ვფიქრობ. აი ეს ორეული, ასევე ძალიან მომწონს და იყო კიდევ აი ეს შარვალი. ნახეთ რა ლამაზი შარვალია, გული რომ ახატია. ეს შარვალი ჩემმა ბიძაშვილმა სოფომ აჩუქა კიდევ, ნახეთ. მარიკამ, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ჩემმა მეზობელმა, რომელიც ბაღდადში ჩემს გვერდით ცხოვრობდა ადრე, ჩვენ სადაც ცხოვრობდით და გავიზარდეთ ბაღდადის ბინაში. ის ახლა იტალიაში ცხოვრობს და არის ჩვენი უახლოესი მეგობარი. ბავშვობიდან ჩვენ ერთად მოვდივართ. თვითონაც ერთი გოგო ჰყავს. აი მან იტალიიდან ჩამოუტანა აი ესეთი ბოდე. ეს ჯერ კიდევ მოერგება და ცოტა რო დათბება, მაშინ ჩავიცმევთ. ეს მეორე ბოდე, რომელიც ასევე მარიკამ ჩამოუტანა იტალიიდან და ეს ზედა. ნახეთ რასაყვარელია. და ეს მარიკას დამ თამუნა ჟორჟოლიანმა აჩუქა საქართველოში რო ვიყავით, ნახეთ რასაყვარელია. და ამას ზაფხულზე ჩაიცმევს ალბათ ეს ჯერ დიდი ზომა, ძალიან საყვარელი სარაფანია, ზაფხულის კაბა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემო საყვარელო გოგონებო, სოფო, მარიკა და თამუნა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გულისხმიერებისათვის, მადლობა ყურადღებისათვის და სულ სიკეთეში გადამეხადოს. დიდი მადლობა სოფოს, მარიკას და თამუნას. კიდევ ერთხელ ამ ვიდეოს საშუალებით მეძლევა შესაძლებლობა, რომ მადლობა მოგიხადოთ. ასევე ახლობელმა მეგობარმა თვარისამ ფრანკფურტიდან, მე როგორც იცით და მონაყოლი მაქვს, ვცხოვრობდი ფრანკფურტში და ჩვენ ფრანკფურტიდან გადმოვედით კოლნში და ჩემმა ორმა მეგობარმა ფრანკფურტიდან ანაბელი როცა დაიბადა, ასევე გამოუგზავნეს საჩუქრები. მე ახლა მინდა გაჩვენოთ მთვარისას საჩუქარი ფრანკფურტიდან. ეს ყუთში იდო და მე ეს ყუთი რა თქმა უნდა უკვე გავხსენე. ნახეთ რასაყვარელი რაღაცებია. ეს არის ბოდე, რომელიც ასევე ჯერ არცმია და ეხა მალე ჩაიცმევს, არის 80 ზომა. ნახეთ რა ლამაზი ჟირაფი ახატია. არის 100% ბამბისგან, ძალიან მომწონს. ამას ახლა ჩავაცმევ, სულ მალე გავრეცხავ და ჩავაცმევ. ეს ზომები უკვე კარგად აქვს ანაბელს. ნახეთ რა ლამაზია. აი ეს შარვალი. აი ზუსტად ახლა მოერგება ანაბელს. ძალიან ლამაზი კოპლიანი შარვალი, ძალიან მომწონს. ზუსტად ჩემ გემოვნებაში ჩდება. აი ეს ქუდი, ნახეთ რა ლამაზია. ერთად მინდა რომ გაჩვენოთ. აი ეს შარვალი, ეს ქუდი და ეს ჟირაფიანი ბოდე. ძალიან საყვარელია, ნახეთ. ასევე თვარისამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთად იყო შეფუთული და რომ მივიღეთ ისე გაგვეხარდა მე და ანდრიას საერთოდ რო არ ველოდებოდი. და ეს არის 6 წყვილი წინდა, ბავშვების წინდა, ნახეთ რა ლამაზია, გაჩვენებთ სათითაოდ. თან ჩემი საყვარელი ფერები. აი ამ წინდებს კურდღლები ახატია.
აი, ყველას კურდღლები ახატია. ნახეთ რა ლამაზი წინდებია. 6 წყვილი დევს შეფუთვაში. აი, ამას მარწყვები. აი, ეს ფუტკარი. აი, ამას დათუნიები და ისევ ფუტკრები. ნახეთ რა ლამაზებია. და რა თქმა უნდა, არის ბამბაზე. აი, ამებს ყველაფერს ახლა გავრეცხავ და ჩავაცმევ. ზუსტად ახლა მოერგება. ძალიან ლამაზი წინდები. ნახეთ? და მე-6-ს ძალიან ლამაზებია. ნახეთ რა ლამაზებია. ეს წიგნი, რომელიც ბავშვის განვითარებისათვის ძალიან კარგია. სხვადასხვაგვარი სიმღერებია ამ წიგნში ჩაწერილი, ეს უკვე გავხსენით და დიდი ხანია უკვე ამ წიგნით თამაშობს და ძალიან მოსწონს და უყვარს ანაბელს, არ მოსწყენია ეს წიგნი დღემდე და თამაშობს, აი, სხვადასხვაგვარი სიმღერებით და სწავლობს ბავშვი ასევე დათვლას, აი ამ ღილებზე დაჭერის მეშვეობით და ანაბელს ძალიან უყვარს ეს საჩუქარი და ყოველ დღე სიამოვნებით თამაშობს. იმდენად მოგვეწონა მე და ანდრიასმა ამაზონიდან აი ეს გამოვიწერეთ. ცოტა სხვანაირი და უფრო პატარაა, მაგრამ ძალიან მოსწონს ანაბელს აი ეს წიგნი. მოკლედ, დიდი მადლობა თვარისა ამ ვიდეოს საშუალებით მინდა რომ როგორც ანდრიასისგან, ასევე ჩემგან უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. აი, ჩვენი პატარას გახარებისთვის. აი ამ ყველაფერს ახლა გავრეცხავ და ხვალანზე უკვე ჩავაცმევთ ანაბელს, აი ამ შენ ნაჩუქარ ბოდეს, შარვალს, ქუდს და აი ამ ლამას წინდებს და აუცილებლად გამოგიგზავნი სურათს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის კიდევ ერთხელ ჩემო საყვარელო მთვარე. ასევე მინდა გაჩვენოთ ერთი საჩუქარი, რომელიც ანა შარვაძემ გამოუგზავნა ჩვენს გოგონას, როცა ის დაიბადა. ასეთი საჩუქარი, რა ლამაზად არის შეფუთული. თავისი მისალოცი ბარათი, ნახეთ რა საყვარელია. და აი ეს ორი სათამაშო, ნახეთ. ეს არის ჭია და ეს არის კურდღელი. სწორედ ბავშვისათვის განკუთვნილი სათამაშო, რომელსაც თვითონ ყაის ნაყით ქსოვს, რადგან ამ ბარათზე აწერია, რომ თვითონ შექმნა ეს საკუთარი ხელით დაამზადა ეს სათამაშოები, ნახეთ, ეს არის ჭია. ძალიან ლამაზია, იმედია ჩემი კამერა ახლა ფერებს გადმოსცემს. და ეს არის კურდღელი. არის ხისგან და საკუთარი ხელით დამზადებული. ძალიან მინდა რომ თუ კი სურვილი გექნებათ, ანა დღემდე საკუთარი ხელით ამზადებს ასეთ სათამაშოებს და გაეცანით და გამოიწერეთ მისი ინსტაგრამის გვერდი, რომელსაც ახლა ეკრანზე მიუცითებ. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ანა, აი ესეთი საყვარელი საჩუქრისათვის. წარმოიდგინეთ, აი ამ საჩუქრების დამზადებას ხო დრო ჭირდება და რამდენი დრო და ენერგია და მთელი გულია ჩაქსოვილი აი ამ საყვარელ სათამაშოებში. ნახეთ რა საყვარელია, მე ძალიან მომწონს. და უსაფრთხო და პირველ რიგში, რასაც უნდა გაუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, უსაფრთხო არის ხისგან და ბავშვს შეუძლია ასევე პირში ჩაიდოს. ნუ გავრეცხავ ახლა მე ამებს ყველა ვარიანტში, მაინც და აუცილებლად მივცემ ანაბელს სათამაშოდ. ძალიან საყვარელია, ძალიან დიდი მადლობა ანა და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ანას ინსტაგრამის გვერდი და გაეცნოთ თუ რა ლამაზი და საყვარელი ნამუშევრები აქვს მას შექმნილი, გაეცანით მის ინსტაგრამ გვერდს, გამოიწერეთ და ანა მართლაც რომ ხელოვანი ადამიანია, რადგან აი ასეთ საყვარელ სათამაშოებს ის საკუთარი ხელით ქმნის და ამზადებს. მოკლედ, გამოიწერეთ ანას ინსტაგრამის გვერდი და გაეცანით მის შემოქმედებას. ჩვენ სექტემბერში ჩამოვედით საქართველოდან და მამიდამ და მეორე მამის მხრიდან ბიძაშვილმა აჩუქეს თანხა და მათაც დიდი გულითადი მადლობა მინდა რომ გადაუხადო და ვერ დავივიწყებ ყველა იმ ხალხს, რომლებმაც ასევე ყურადღება გამოიჩინეს ჩვენი პატარას მიმართ. ძალიან დიდი მადლობა როგორც მამიდას, ადონა მამიდა
დიდ მადლობას მოგიხდი კიდევ ერთხელ ამ ვიდეოს მეშვეობით და ჩემს მეორე ბიძაშვილს, რომელსაც ასევე სოფო ჰქვია, მასაც ძალიან დიდი მადლობა, სოფო, მადლობა შენი საჩუქრისთვის და გაგვახარე ძალიან. ეს არის კიდევ ნაჭრის ძალიან საყვარელი ძაღლი, რომელიც ანდრეასის ერთ-ერთმა ნათესავმა ზარბრუქენიდან გამოუგზავნა და ამ ძაღლთან ერთად იყო ასევე წინდები და ასევე ფული იდო წერილში, რაც ძალიან გაგვეხარდა, დიდი მადლობა. ასევე აი ამ საჩუქრის ავტორს, აღარ მახსოვს ახლა რა ქვია იმ ქალს სამწუხაროდ, ის მაინც ვერ ნახავს ამ ვიდეოს, მაგრამ მე მინდა რომ მაინც გულითადად დიდი მადლობა გადავუხადო. და კიდევ მეორე აი ესეთი საყვარელი საჩუქარი, ეს არის ბეკეკა, აქ აწერია Gott behüte dich. ეს აჩუქა ანაბელს ნახეთ, აი ესეთი ხელზე ჩამოსაცმელი სათამაშოა. ესენი უკვე მე გაორეცხე დიდი ხანია და თამაშობს ამ სათამაშოებით ანაბელი, მაგრამ მაინც მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა. და ამ ბეკეკოს აწერია Gott behüte dich. ღმერთმა დაგიცვას შენ, ასეთი რაღაც აწერია. ეს აჩუქა ანაბელს ანდრეასის მამიდამ, რომელიც არის კათოლიკური მღვდელი. კათოლიკებში შეიძლება ქალიც იყოს მღვდელი და ისე არ არის როგორც ჩვენთან რომ მანდა მაინც მამაკაცი უნდა იყოს მღვდელი და მოკლედ ეს მან გამოუგზავნა საჩუქრად, ნახეთ რა საყვარელია და ღმერთმა დაგიფაროს შენო აწერია. ძალიან საყვარელი ბეკეკაა. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა ვიდეო, სადღაც 9 საათზე მეტია უკვე ვსაუბრობ და აი ამ ვიდეოს დამონტაჟებას საკმაოდ დრო დასჭირდება, მაგრამ არა უშავს. ანაბელი რო დაიძინებს, აუცილებლად დავამონტაჟებ ამ ვიდეოს თქვენთვის და ავტვირთავ და ძალიან მიხარია. და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა იმ ხალხს გადავუხადო, რომელიც მე ამ ვიდეოში ვახსენე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენგან ასეთი ყურადღებისთვის, გულისხმიერებისთვის და სულ სიკეთეში გადაგვეხადოს თქვენი ეს საჩუქრები და ყურადღება. დღეს აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. აწი ანაბელი და ანდრეასიც მოვა, უკვე ვახშამის დრო უწევს ანაბელს და ფაფა უნდა გაუმზადო, საღამოს ფაფა და ძალიან მიხარია რომ ეხლა მოვახერხე და ჩავწერე ეს ვიდეო, რადგან უკვე დიდი ხანია ჩაფიქრებული მქონდა როგორც გითხარით. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკა დროებით.